მოგესალმებით, მე ვარ თამარი, კომპანია LTB-ის დიდუბის ფილიალის ფასადების მიმართულების ხელმძღვანელი. დღეს გესაუბრებით ფასადებზე, რომლითაც კომპანია LTB იტალიაში ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენა Expo Sicam's-ზე იქნება წარმოდგენილი. უკვე 20 წელია LTB ლიდერი კომპანია საქართველოს ავეჯის ბაზარზე. ჩვენ შოურუმებში მსოფლიო გიგანტი ბრენდებია წარმოდგენილი. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ სწორედ იმ ბრენდების გვერდით ვიქნებით გამოფენაზე, რომელთა პროდუქციითაც იქმნება თანამედროვე ავეჯი. გამოფენაზე წარმოჩენილი იქნება LTB-ის წარმოებული ფასადების 3 ხაზი: შეღებილი, ფერადი MDF-ის და ხის ანათალით დაფარული. LTB-ის თითოეული ფასადი წარმოების სწორი ტექნოლოგიური ციკლით მზადდება და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. წარმოების დეტალებზე ჩემი კოლეგები ისაუბრებენ. გამარჯობა. მე ვარ გვანცა, წარმოების მენეჯერი სამგორის ფილიალში. შეღებილი და ფერადი MDF-ის წარმოება იწყება სამგორის ფილიალიდან. გარდა იმისა, რომ LTB-ის საწარმოებში წარმოების უმაღლესი სტანდარტებია დაცული, ფასადები დასაწყობებულია ყველა წესის დაცვით, რომ მისი სიმტკიცე და გამძლეობა სხვადასხვა ზემოქმედების მიმართ არ შემცირდეს. სამგორის საწყობში, სადაც ინახება ეგერის უსახავ MDF-ები და ფერადი MDF-ების ნამზადები, მუდმივი ტემპერატურა და ტენიანობაა. ასე მასალა ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე პირვანდელ სახეს და სტრუქტურას ინარჩუნებს. სამგორის საწყობიდან ფილები გადადის საწარმოში, სადაც სრულდება მასალის დაჭრისა და ფრეზირების მომსახურება, რის შემდეგაც გამზადებული მასალები მიდის LTB პალიტრაში, სხვადასხვა სამღებრო სამუშაოს შესასრულებლად. გამარჯობა, მე ვარ გარი, LTB პალიტრას მხარდაჭერის მენეჯერი. LTB-ის თითოეული ფასადი სრულყოფილ სახეს იღებს LTB პალიტრაში, სადაც მათ ვამზადებთ სამღებრო სამუშაოებისთვის. ხებავთ და ვლაქავთ. ფასადების კოლექციის სხვადასხვა ხაზს სხვადასხვა დამუშავება სჭირდება. მაგალითად, იდეალურად სწორი ზედაპირის მისაღებად შეღებილი ფასადის დამუშავება რამდენიმე ეტაპს მოიცავს, რის შემდეგაც მასზე ისხმება იზოლაციის ხსნარი. შემდეგი ეტაპი არის მასალის ზედაპირის ორჯერადად დაგრუნტვა. იზოლაციის ხსნარით დამუშავებულ და დაგრუნტულ ზედაპირზე საღებავის შეჭედულობა განსაკუთრებით მაღალია, რაც ზრდის მასალის საექსპლუატაციო ვადას. თითოეულ ეტაპს შორის მასალა 3 სხვადასხვა დონის ზუმფარით მუშავდება. ასეთი დამუშავებით ვიღებთ იდეალურ ზედაპირს. ამ ეტაპების შემდეგ ვიწყებთ საღებავის დასხმის პროცესს. მომხმარებლის მიერ კატალოგიდან შერჩეული ფერი მიიღება უმაღლესი სტანდარტების ავტომატიზებულ სამღებრო ლაბორატორიაში და ციფრული რობოტული დანადგარის საშუალებით იღებება. LTB-ის სამღებროში იტალიური სტანდარტების მიხედვით არის მოწყობილი საშრობი კამერა, სადაც მასალა თითოეული ეტაპის შემდგომ გადის შრობის რეკომენდირებულ პროცესს. კამერაში მუდმივად ფიქსირებული ტემპერატურა და ტენიანობაა, რომელიც ავტომატურად რეგულირდება ამინდის შესაბამისად და ხელს უწყობს სტელაჟებზე დალაგებული შეღებილი მასალის სწორ შრობას, მისი საექსპლუატაციო ვადის გასაზრდელად. ფერადი MDF-ის ფასადები ჩამოთვლილი ეტაპებიდან გადის მხოლოდ იდეალურად სწორი ზედაპირის მისაღებად საჭირო პროცესს, რომელიც გულისხმობს როგორც დანადგარით, ასევე ხელით დამუშავებას და გალაკვას. რაც შეეხება ხის ანათალით დაფარულ ფასადებს, LTB პალიტრაში ამ პროდუქციის შესაქმნელად გვაქვს სპეციალური დანადგარები, რომლითაც უშუალოდ ხის ანათალს ვამუშავებთ. ფასადის დასამზადებლად ხშირად ხის ანათალის დაჭრა-შეკერვის მომსახურებაა საჭირო, რათა ფასადის იდენტური ზომების მასალა მივიღოთ. ხის ანათალი იჭრება სპეციალურ გილიოტინაზე, რომელიც უზრუნველყოფს მასალის დაჭრას ისე, რომ არ დაზიანდეს და იყოს იდეალურად სწორი. ხოლო ხის ანათალის შესაკერად LTB-ში გვაქვს დანადგარი, რომელიც სრულიად უნაკეროდ აერთებს უთხელეს მასალას. LTB არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელსაც აქვს აღნიშნული დანადგარი. MDF-ზე ხის ანათალის დაპრესვა ცხელი პრესის დანადგარზე მიმდინარეობს. დანადგარი მაღალი წნევით პრესავს და საიმედოდ აერთებს მასალებს. შესაბამისად, ფასადები ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადით გამოირჩევა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ტონირებული ხის ანათალის ფასადი აქვს შეკვეთილი, დასრულებულ ფასადზე ტარდება ტონირების მომსახურება, რაც გულისხმობს ფასადზე სხვადასხვა ფერის შემოყვანას, ისე რომ ბუნებრივი ხის ტექსტურა შენარჩუნდეს. ხის ანათალით დაფარული თითოეული ფასადი ილაქება.
რაც ცდის მასალის გამძლეობას სხვადასხვა ზემოქმედების მიმართ. საბოლოოდ თითოეული დეტალი იფუთება, ეკვრება ავთენტურობის დამადასტურებელი სტიკერი და ისე გადის LTP პალიტრადან. LTP-ის მაღალი სტანდარტების შესაბამისად წარმოებული პროდუქცია წელს საერთაშორისო გამოფენა ExpoSICAM-ზე იქნება წარმოდგენილი. მათ შორის დამთვალიერებელი იხილავს ფასადებს, რომლებიც საქართველოს ბაზრისთვის 2025 წელს იქნება ხელმისაწვდომი. მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიური ტესტირების სრულ პროცესს გაივლის. LTP-ის ფასადები პასუხობს საერთაშორისო მოთხოვნებსა და ტენდენციებს. ამიტომ ძალიან გვეამაყება ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიო მნიშვნელობის გამოფენაზე პროდუქციის გატანა.